მოკლედ ხალხო, ყველას გვახსოვს ის ზღაპრული წიგნი ჯადოსნურ ქვეყანაზე. სადაც სამართალი არსებობს და ყველა მშვიდობით ცხოვრობს. ხო და რას ვამბობ? თურმე, ეგ წიგნი ჩვენი კონსტიტუციაა. იცით რა? კონსტიტუციის თანახმად ჩვენ, ანუ ხალხი, ვართ სახელმწიფო ხელისუფლების წყარო. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოგვეპყრონ არა როგორც მონებს. გესმით? ასე რომ, მოდით მოვთხოვოთ მთავრობას მითითებული კანონების დაცვა. ეს ხომ ჩვენი უფლებაა? კიდე მოვთხოვოთ რამე? თქვენი ვარიანტები? მე ვიტყვი. შენ, გისმენთ? სიტყვის თავისუფლება. კიდე ის გვინდა რომ ხელფასები მოგვიმატონ, პენსიებიც მოგვიმატონ. ყველას ბინები და გვირიგონ, მანქანები და მილიონი გვაჩუქონ. მთვარეზე მოჯმა არ გინდა? კი, ეგეც. ერთი სიტყვით, თუ მივახცევთ იმას, რაც თქვით, საქართველოში საბოლოოდ გვექნება ნამდვილი დემოკრატია. მოიცა, ერთი წუთი. მოდი გაგახსენებთ ერთ რაღაცას. როდესაც გამოვდივართ და რაღაცას ვითხოვთ, შედეგად ყოველთვის სპეცრაზმელი ზონდერები თავში გვიტყავენ დუბინკას. ზონდერები! სპეცრაზმი! პოლიცია! ჩვენ უფლებები გვაქვს, კონსტიტუციაში წერია. დავით, დააწყნარე. დაწყნარდით, ჭუმად. დაწყნარდით, ჭუმად. ხვალ 26 მაისია. მთავრობაში დალევა მიდის. მისმინეთ, ზონდერებმა რომ არ გვიტყან, გთავაზობთ, მოვაჩვენოთ. თავი ვითომ ვეგანები ვართ და ცხოველებს ვიცავთ. ვეგანები ყველას კიდია, რა სისულელეა. ხორცი ისე მევასება შეიძლება შენ შეგჭამო. ზონდერი შეგჭამს თუ არ დამეთანხმები. და საერთოდ, ვეგანებიც ადამიანები არიან, ჩაწერე. დისკრიმინაციაში არ მოხვენ. აბა, ვინმე ხომ არაა კიდევ წინააღმდეგი? არა, შვენიერი, ხო და მიიჯვი. მოკლედ ხალხო, ხვალ უდიდესი დღე გაგვითენდება. დემოკრატიას გაუმარჯოს! მეორე დღეს. რას ამბობდი მთავრობაზე? ვალებს გამოგთხრი, შენა ბიჭვარო. უბრალოდ მაღაზიაში მივდიოდი. მე მგონი ვეგანები კი არა, ეკლესია რო ვუხსენო და წირვაზე მივდივარ თქო რო უთხრათ, მაინც გავიმუტლებით. ვაიმე, და რას გვიზავენ მაინც? ზონდერები რას გვიზავენ? ზონდერები მაგრად გვირახუნებენ. დუბინკებით. მერე კი დაგვაპატიმრებენ. გარდა ამისა, სამსახურიდანაც გაგვიშვებენ და უნიდან გაგვრიცხავენ. დაგვენძრა. რას მღავი ხარ ქალიშვილივით? ასე ძალიან თუ არ იყვირებ, შეიძლება გადაურჩეთ. დავიმალოთ. იცით რა? მოდი დავიკიდოთ ეს თავისუფლება. ამდენი წელი მონები ვიყავით და ცოცხლები ვართ. მეტი რა გვინდა?